მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პრეზენტაციების შესაქმნელად. ანუ თუ აქამდე ვიყენებდით PowerPoint პრეზენტაციას და წინასწარ ვამზადებდით სლაიდებისთვის მასალას, ამჯერად შეგვიძლია ეს ყველაფერი მივანდოთ ხელოვნურ ინტელექტს. ამისათვის გამოვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ნაირსახეობას, ეს არის Gamma-AI. გადავიდეთ Gamma AI-ის პლატფორმაზე, გავიაროთ მარტივი რეგისტრაცია, ამისათვის დავაწყაპოთ ამ ღილაკს, Sign up. შეგვიძლია რეგისტრაცია გავიაროთ Google-ის ანგარიშით, ან რა თქმა უნდა, L-post-ითაც. დავაწყაპოთ გაგრძელებას და როგორც ხედავთ, მე უკვე გავლილი მაქვს რეგისტრაცია აღნიშნულ პლატფორმაზე. იმისათვის, რომ შევქმნა პრეზენტაცია, ვირჩევ პირველ ღილაკს AI Slides და ამ ველში უნდა ჩავწერო მოკლე პრომპტი, ანუ აღწერა თუ რა თემაზე მინდა პრეზენტაციის შექმნა. პრომპტი უნდა ჩავწეროთ ინგლისურ ენაზე, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც გადათარგმნას შეძლებს ინგლისურად, მაგალითად Google Translate. აღწერის ველში ჩავწეროთ პრეზენტაციის სათაური, ან მოკლე აღწერა. ჩავწერე პრეზენტაციის სათაური და დავაწყაპებ შექმნის ღილაკს. ამის შემდეგ შემიძლია დავაწყაპო Generate My Presentation ღილაკს. როგორც ხედავთ, AI მთავაზობს ავარჩიო პრეზენტაციის სტილი, შაბლონი, რომელიც იქნება ჩემთვის მისაღები. როგორც ხედავთ, განსხვავებული ფერებით არის მოცემული, ზედა მკაფიოდ გამოსახული ტემპლეიტები, ანუ შაბლონები არის უფასო, ხოლო ქვევით, რომელიც დაფარულია მუქი ფენით, ითხოვს გახსნას, upgrades, ანუ თანხის გადახდას. ჩვენ გამოვიყენოთ უფასო ვერსიებიდან ერთ-ერთი, მაგალითად, ავირჩევ ამ შაბლონს. თუ წინასწარ მინდა ვნახო როგორი ტიპის შაბლონი იქნება, შემიძლია დავაწყაპო ღილაკს Preview. ვნახოთ სხვა შაბლონიც. მოდით ავირჩევ ამ შაბლონს. და დავაწყაპებ Generate. როგორც ხედავთ, ჩვენი პრეზენტაცია შეიქმნა, ეს არის 12 სლაიდიანი პრეზენტაცია და მოდი დავათვალიეროთ, მოკლედ გადავხედოთ. AI-ს ვთხოვე, რომ შეექმნა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ პრეზენტაცია. როგორც ხედავთ, პრეზენტაცია უკვე მზად არის. თუ მინდა სლაიდების დამატება, შემიძლია დავაწყაპო ამ ღილაკს და დავამატო ნებისმიერი სლაიდი, ნებისმიერი სახის სლაიდი. თუ მინდა შევცვალო შაბლონის ფორმატი, დავაწყაპებ ამ ღილაკს.
და ავირჩევ სხვა შაბლონს. მაგალითად, ავირჩევ ამ შაბლონს, დავაწყაბებ replace. როგორც ხედავთ, მაფრთხილებს, რომ ცვლილებისას შეიძლება საწყისი დაკარგული იყოს და გინდა თუ არა რომ მოხდეს ეს ცვლილებაო. დავაწყაბებ OK-ს. და როგორც ხედავთ, პრეზენტაცია თავიდან იქმნება ოდნავ შეცვლილი ფორმით. თემა იგივე დარჩა, უბრალოდ წინადადებები და თანმიმდევრობა შეიცვლება. გადავხედოთ. ისევ არის 12 სლაიდიანი პრეზენტაცია და აქაც თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ სლაიდები დაამატოთ. ერია ცვლილება წარმატებით განხორციელდა და უნდა შევინახოთ, რადგან ავტომატურად ეს არ შეინახება. ეს პრეზენტაცია ავტომატურად არ შეინახება. შესანახად დავაწყაბებ Save ღილაკს და დავაწყაბებ ღილაკს OK. აღნიშნულ პრეზენტაციაში ჩვენ დამატებით შეგვიძლია ცვლილებების შეტანა, შეგვიძლია ტექსტის ჩამატება, შეგვიძლია ავირჩიოთ ფონტი, ფერი, ბექგრაუნდის ფერი და ასე შემდეგ. ფორმების ჩასმა, როგორიც გვინდა. ან მისი წაშლა delete ღილაკით. შეგვიძლია ხაზების ჩასმა. შეგვიძლია ავირჩიო სტილი, ფერი, სისქე და ასე შემდეგ, ან წავშალოთ. შეგვიძლია ჩავსვათ ცხრილები, გრაფიკები, შეგვიძლია დავამატოთ დიაგრამები, ან წავშალოთ. შეგვიძლია დავამატოთ აუდიო ან ვიდეო, დავამატოთ ლოგო, ან დავამატოთ სურათი ჩვენი დესკტოპიდან. ცვლილებების შეტანა შეგვიძლია ამ ღილაკის საშუალებით. აქვე არის undo, redo ღილაკი, გვერდის დამატება, გვერდის წაშლა და ასე შემდეგ. შეგვიძლია მთელ ეკრანზე გახსნა. შეგვიძლიათ slideshows ჩვენება. აქვე არის გაზიარების ღილაკი. შეგვიძლია სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავაზიაროთ, ან ავიღოთ ბმული, პრეზენტაციის ბმული, ან მისი ბმულის დაკოპირება და ამ ბმულის საშუალებით მისი შენახვა ან გაზიარება. ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ აღნიშნული პრეზენტაცია. ჩვენ ასევე AI ასისტენტის საშუალებით შეგვიძლია პრეზენტაცია გადავთარგმნოთ ქართულ ენაზე და უკვე წარმოვადგინოთ ქართულ ენაზე შექმნილი პრეზენტაცია. როგორც ხედავთ, ჩვენ შევქმნით პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე, მაგრამ თქვენ თუ გაქვთ AI ასისტენტი, შეგიძლიათ მიუთითოთ მხოლოდ მას გადათარგმნოს ქართულად და AI ასისტენტი გადაგითარგმნით პრეზენტაციას ქართულად. გაითვალისწინეთ, რომ პრეზენტაციების შექმნა საწყის ეტაპზე არის უფასო, ხოლო შემდეგ ეტაპზე თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ მინიმალურ ფასად თქვენ შეიძინოთ ფასიანი პაკეტი და გამოიყენოთ თქვენი პროფესიული ან პირადი საჭიროებისამებრ იმისათვის, რომ მარტივად და მოხერხებულად შექმნათ პრეზენტაციები. მადლობა ყურადღებისათვის. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაწეროთ კომენტარები, კითხვები, რომლებზედაც
დაუყოვნებლივ გაგცემთ პასუხს და თვალი ადევნოთ ჩემს YouTube არხს. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, რა სახის ვიდეო ინსტრუქციები გინდათ, რომ ჩავწერო და შემდეგ ეტაპზე გავითვალისწინებთ თქვენს საჭიროებებს. წარმატებებს გისურვებთ.